ერევათ ერთმანეთში, ანუ ბოტოქსი ფილერი გონიათ, ფილერი ბოტოქსი გონიათ, აი ზუსტად კონკრეტულად რა განსხვავება არის, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული და ხშირად ერევათ, ხშირად არის ესეთი შემთხვევა, რომ ამობენ მიმიკურ ნაოჭს თუ გავუსწერო ფილერით ამ პირიქით, აბსოლუტურად განსხვავებულია, ეს არის როცა ფილერით ხდება მოდულირება, ანუ რაღაცის გამოსწორება, მაოჭის შევსება მაგალითად ამ გასწორება, ტუჩის ასიმეტრიის, სხვირის გასწორება, ხოლო ბოტოქსის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება ესეთი პროცედურები, ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ მიმიკური ნაოჭები სწორდება, თუმცა ბოტოქსს აქვს სხვა გამოყენებაც, რომელშიც შეგვიძლია ის ასევე ვისაუბროთ შემდგომში უკვე. კი ბატონო, ანუ ეს უნდა მეკითხა, რომელი უფრო მრავალფუნქციურია ამ პროცედურებიდან. აი რაში გამოიყენება თქვა სხვა მხრივ ბოტოქსი და მრავალფუნქციური არის ორივე. იმიტომ რომ ბოტოქსი გარდა მიმიკური ნაოჭების გასწორებისა გამოიყენება აგრეთვე ჭარბოფლიანობის დროს, ჰიპერჰიდროზის დროს. შესაძლებელი გამოყენებული იქნეს შაკიკის სამკურნალოდაც, თუმცა რა თქმა უნდა ამ დროს 100%-იანი არ არის ეს შედეგი, მაგრამ გამოიყენება და ასევე გამოიყენება ნევროლოგიური დაავადებების დროს, ეს უფრო ადრე ხდებოდა მისი გამოყენება და შემდეგ უკვე გადმოიტანეს აი ამ სილამაზის სფეროში მისი. ანუ ეხლა მედიცინაში არ იყენებენ? კი ბატონო, იყენებენ პროფილით. იყენებენ კი ბატონო. რომ გითხრათ, აი ვისთვის არის საჭირო ბოტოქსი და ვისთვის ფილერი? ანუ ვის ურჩევდით, როგორი პაციენტები არიან მომხმარებლები ფილერის და როგორი ბოტოქსის? ბოტოქსის მომხმარება ყველა პაციენტისათვის, თითქმის ყველა პაციენტისათვის არის კარგი, თუნდაც პრევენციის მიზნით. იყოს ახალგაზრდა პაციენტი, უბრალოდ მას ჰქონდეს ძლიერი მიმიკა და რომ არ ჩატყდეს სახის კანი და ნაოჭი არ გაჩნდეს, პრევენციის მიზნით შეიძლება დაიწყოს 25-26 წლის ასაკიდან და მსუბუქი ბოტოქსი გაკეთდეს. ხოლო ფილერის შემთხვევაში ახალგაზრდა ასაკში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა რომელიმე ორგანოს კორექციას ფიქრობს თვითონ, ანუ ცხვირი არ მოსწონს, ტუჩი არ მოსწონს, რაღაცის შეცვლა უნდა მის გარეგნობაში, ხანდაზმულ ასაკში ფილერი გამოიყენება უკვე გაჩენილი ნაოჭების ამოსავსებად, მაგალითად ცხვირტუჩის ნაოჭის, თუნდაც სხვა ადგილებში უკვე ჩატეხილი ნაოჭების გასადავება ხდება ფილერის საშუალებით. ანუ ჩატეხილ ნაოჭებს ბოტოქსი ვერ აკორექტირებს, ხო ამ შემთხვევაში? ჩატეხილ ნაოჭებს ბოტოქსი ვერ აკორექტირებს, უბრალოდ ხშირად გაკეთების შემდეგ ჩატეხილის ნაოჭის სიღრმე თანდათან კლებულობს, იმის გამო რომ კუნთი ვეღარ იკუმშება, კანი რეგენერაციის უნარს განიცდის და თანდათანობით ეს სიღრმე აკლდება, თუნდაც არ გასწორდეს სხვა რამე პროცედურით. კი ბატონო. აი რა ყოფილა ყველაზე ისეთი კითხვა უცნაური, რომელიც თქვენთვის პაციენტს დაუსვავთ ამ პროცედურასთან დაკავშირებით? მაგალითად ბოტოქსის შემთხვევაში მახსენდება, ვეღარ გავიცინე ესეთი. ანუ აქვთ ესეთი რაღაც შეგრძნებები, რომ შეიძლება ვეღარ გაიცინოს, ხო? ხო, აქვთ ასეთი წარმოდგენა ზოგს, რომ საერთოდ მიმიკა ჩერდება და მთლიანად ესეთი გაყინული მიმიკაა, მაგრამ ასე არ არის. გამიგია ესეთი რაღაცა, თითქოს ხასიათით შეეცვლება იმასთან ერთად, რომ ჩერდება მიმიკაც. რაღაც მითები, რომელიც რა თქმა უნდა ტყუილია და გამოგონილია ადამიანებს. კი ბატონო, ბოტოქსზე ვიცი, რომ ძალიან საინტერესო შექმნის ისტორია აქვს ბოტოქს, როგორ შეიქმნა, ვინ გამოიგონა? ბოტოქს იყენებდნენ თავიდან ნერვული დაავადებების სამკურნალოდ, როგორც თქვი, რა თქმა უნდა, ღრმად არ არის საჭირო სხვა სფეროში შესვლა, უბრალოდ როცა კუნთი დაჭიმულია ან სიტყვაზე მოძრაობს და უნდათ რომ დაასტაბილირონ აი ამ კუნთის მოძრაობა, ამ დროს იყენებდნენ ზუსტად და შემდეგ მიხვდნენ, რომ შესაძლებელი იყო მიმიკურ კუნთებსაც გამოეყენებინათ იგივე საშუალება. გადმოიტანეს მერე უკვე კოსმეტოლოგიაშიც. როგორ მოქმედებს ეს პროცედურები აი დაბერების პროცესზე, ანუ აჩერებს თუ უბრალოდ რაღაც პრევენციას უკეთებს დაბერებას? დაბერების პროცესს არ აჩერებს ეს პროცედურები. ეს ორი პროცედურა არის პირველი ბოტოქსი პრევენციის მიზნით, რა თქმა უნდა, რომ შემდეგ არ მოხდეს ჩატეხვა კანის და რა თქმა უნდა, რომ ამ მხრივ აქვს შედეგი, რომ არ მოხდეს ნაადრევად ნაოჭების გაჩენა, ხოლო ფილერის შემთხვევაში პრევენციაც არ ხდება, უკვე ჩატეხილი ნაოჭების გასწორება ხდება ან კორექტირება იმ ორგანოს, რომელიც არ მოსწონს პაციენტს. დაბერების პროცესისთვის უფრო სხვა პრეპარატები გამოიყენება. თქვენი აზრით, კიდევ აი სხვა პროფილში როგორ შეიძლება გამოიყენოთ ეს პროცედურები სულ სხვა განხრით რო წავიდეთ?
ну არც ახლა ამ ბოლო დროს გამოიყენება ფილერები ტანის მოდელირებისთვისაც, ესეც ახალია და ბოტოქსზე ვისაუბრეთ თითქმის ყველა ჭრილში, რაც შეიძლება გამოვიყენოთ, ეს არის ჭარბოფლიანობა, შაკიკის მკურნალობა, თითქმის ათვისებულია მისი გამოყენების ყველა სფერო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც იყენებენ ბოტოქსს. რა მოხდება თუ კი დიდი ხანი წლების მანძილზე პაციენტი იკეთებს, თქვათ, ბოტოქსს და შემდეგ შეწყვეტს მის მოხმარებას? არაფერი არ მოხდება აბსოლუტურად, უბრალოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩვეულებრივ კუნთი დაიწყებს ისევ მოძრაობას და აღდგება მიმიკა. თუმცა დიდი ხნის გაკეთების შემდეგ თვითონ ადამიანი ეჩვება იმას, რომ ესეთი მკვეთრი მიმიკა აღარ გააკეთოს, ან ჩვევაში გადასდის და ნაკლებად იკუმშება კუნთი უფრო, ვიდრე თავდაპირველად იყო და თვითონ ის უკვე ჩატეხილი ნაოჭიც გასადავებულია. ამდენად უარყოფით არაფერს არ ახდენს, პირიქით ის დადებითი შედეგები როდესაც იკეთებდა, ნარჩუნდება რაღაც მცირე პროცენტით კიდე. ფილერის შემთხვევაში ასევე ფილერი თავის განლევას გააკეთებს, გაიწოვება და იმ ორგანოს დავუშვათ ტუჩია თუ ცხვირია დაუბრუნდება პირვანდელი სახე რაც ჰქონდა. ბევრ ადამიანს ეშინია რომ გაიკეთოს ეს პროცედურა, რამდენად სახიფათოა, რა რისკი არსებობს ჯანმრთელობის დაზიანების მხრივ, რომ თქვათ გამოიწვიოს ამ პროცედურებმა, რა უჩვენებები აქვს? რისკი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ არ არის პრეპარატი მაღალი ხარისხიანი და არ აკეთებს პროფესიონალი, ანუ ექიმი. იმიტომ რომ ბოტოქსი გაკეთების დროს აუცილებელია წერტილების ცოდნა, ზუსტად სად უნდა გაკეთდეს, რომ იმ კუნთებში გაკეთდეს, რომელიც საჭიროა, თუ ასე არ ხდება, ზოგჯერ არის, რა თქმა უნდა, ჩამოდის დაბლა დავუშვათ წარბი, ეგრეთ წოდებული პტოზი იხუჭება ქუთუთუ, თუმცა შექცევადი ესენი, შეუქცევადი არ არის და ექიმმა, რომელიც ატარებს პროცედურას, მართვაც უნდა იცოდეს, რომ რაღაც გართულების შემთხვევაში ეს მართვის პროცესი კარგად წარმართოს. ასევე ფილერის შემთხვევაში არასწორად გაკეთებული ფილერის დროს შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევაში იყოს რამე გართულება, რომელიც ასევე შეიძლება აღმოიფურას ადვილად, იმიტომ რომ ფილერი იშლება, მისი დამშლელი პრეპარატიც და შეგვიძლია რომ ადვილად გამოვასწოროთ. თუმცა ასეთი შემთხვევები თუ პროფესიონალი აკეთებს და პრეპარატი მაღალი ხარისხის არის აი ძალიან იშვიათად, ძალიან მცირე არის. ანუ საუბრობენ კიდე იმაზე, რომ მაგალითად ეს პროცედურები კარგავს ადამიანში ბუნებრივ სილამაზეს. რამე განსაკუთრებული ტექნიკა თუ გაქვთ, რომელსაც იყიდებთ, რომ უფრო ბუნებრივი შედეგი დადგეს პაციენტებში? განსაკუთრებული ტექნიკა არ ჭირდება და არ მაქვს. ამას ჭირდება განსაკუთრებული მიდგომა. იმიტომ რომ გადამეტებული არ შეიძლება დავუშვათ არც ფილერის გაკეთება და ბოტოქსის შემთხვევაშიც ვცდილობ რომ ნაკლები რაოდენობით გაკეთდეს თავდაპირველად იყოს შედარებით შენარჩუნებული მიმიკა, თუ საჭიროა, შემდეგ ორ კვირაში ხდება პაციენტის დაბარება და შემდეგ ხდება კორექცირება იმ უბნის, სადაც დავუშვათ ბოლომდე არ არის ის ნაოჭი გასწორებული. ასევე ხდება ფილერის შემთხვევაშიც არ არის საჭირო ერთნაირად დიდი რაოდენობით გაკეთება, საკმარისია თავიდან მცირე კორექცია შევიტანოთ და შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდება, შემდეგ დავამატოთ ფილერი, თუმცა მე მაქვს სხვა მიდგომებიც, ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ არ ვიწყებ არავითარ შემთხვევაში ფილერით პაციენტის ასეთ გაახალგაზრდავებას, ვიწყებ სხვა პროცედურებით, რომელიც კანის გაახალგაზრდავებას იწვევს, ეგრეთ წოდებული ბიორეპარაცია, ბიორევიტალიზაცია, ბუსტერიზაცია, რაც თავისთავად ასადავებს უკვე ამ პატარ-პატარა ნაოჭებს, ასწორებს, აახალგაზრდავებს კანს და უკვე შემდეგ დარჩენილი პატარა დეფექტი შესაძლებელია გამოსწორდეს ფილერის საშუალებით. ჩემი მიდგომა ასეთია, მინიმალურად რომ დავიყვანოთ ეს ჩარევა ისეთი, რომ ხელოვნურად არ მივიღოთ რაღაც სახის შეცვლა ადამიანის. კი ბატონო, იმიტომ რომ მეც მაგათათა ჩემს ირგვლივ ბევრმა ვიცით, რომ სრულიად შეეცვალათ გარეგნობა ადამიანებს, ჭარბი ფილერის მოხმარებით, მაგალითად აღარ გვანან თავის თავს, ან თუნდაც გოგოები ერთმანეთს დაემსგავსნენ, რომ რაღაც თქვათ ერთ და იგივე პროცედურებს იტარებენ და სად არის ზღვარი, რამდენი უნდა გავიკეთოთ ან რაღაც, რომ ეს ბუნებრივი ჩვენი სილამაზე არ დავკარგოთ და თან გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად. ბატონო, ერთადერთი პროცედურა და ერთადერთი ნივთიერება, ანუ ეს ფილერი არის, რომელიც იწვევს სახის შეცვლას, ანუ რაღაცის ფორმის შეცვლას. დანარჩენი სხვა პროცედურები, რაც ჩამოთვალეთ, ხო არ იწვევს არანაირ ცვლილებას ადამიანში. არც ბოტოქსი, არც სხვა პროცედურები მით უმეტეს
თუ ჭარბი რაოდენობით არის გაკეთებული ფილერი, რა თქმა უნდა, ყრიმალების შეცვლა, ნიკაპის ფორმის შეცვლა, ტუჩის საგრძნობლად გადიდება, ცხვირის კორექცია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად თუ გაიკეთა ადამიანმა, მთლიანად შეეცვლება მას სახე. მხოლოდ ეს მარტო ეხება ფილერის ჭარბ მოხმარებას, სხვა პროცედურების გამოყენების დროს სახის ვიზუალი არანაირად არ იცვლება და განსაკუთრებით ახლა ერთი და იგივე ტექნიკით აკეთებს თითქმის ყველა დავიშვათ ტუჩს და ეს ხდება უკვე ერთი სახის ტუჩი. აუცილებელია რომ ყველა ტუჩმა შეინარჩუნოს თავისი მოხაზულობა, თავისი ფორმა და ოდნავ მოხდეს მისი დავიშვათ გადიდება, რომ არ დაემსგავსოს ყველა ერთმანეთს, რა თქმა უნდა. რამდენი ხანი აქვს მოქმედების ვადა ბოტოქს და რამდენი ფილერს? ესე იგი, ხანგრძლივობა